საღამო მშვიდობის ძვირფასო გამომწერებო, ბაცრი დისკუსიები კვლავ თქვენთან არის და მივესალმები ბატონ გიორგის. მშვიდობის. დღევანდელ თემას რაც შეეხება ბატონმა გიორგიმ დამითმო შენ წარადგინეო. დაღლილი არის ბატონო გიორგი, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ჩვენ დაანონსებული გვაქვს კი აგერ Facebook-ის საშუალებითაც, იდეაში იცის მომხმარებელმა რომ ახალ ფილიალს ხსნით და ესეთ საქმეებში, რასაც ქვია, სამშენებლო და ასე შემდეგ, სრულად ბატონ გიორგის კიზერზე გადადის ეს ყველაფერი და ავით ვარ გადაშვებული. ასე რომ ლაპარაკით მაინც დავეხმარები, შრომით ესე ვერ ვეხმარები. ჩვენ დღევანდელი თემა არის ესეთი ცხელი ოქტომბერი რა. და რატომ ცხელი? ბევრი რაცები ხდება, ხო, ოქტომბერში და მოვყვეთ ეს თემატურად რა ხდება, როგორ ხდება? არჩევნები? მათ შორის არჩევნებიც, სხვათა შორის სხვა ქვეყნებშიც არის რაღაც გამოფენები, ანუ ზოგადად ოქტომბერი დანების სამყაროში საკმაოდ ისეთი თოია. კი ბატონო. და ესეთი ოქტომბერი შეიძლება ითქვას, რომ არ გქონია. ჩვენ ხო, მეც არ მახსენდება. უთხრათ მომხმარებლებსაც რატო არის ცხელი ოქტომბერი? კი ბატონო. პირველ დავიწყოთ მაშინ იქ თანმიმდევრულად მივყვეთ. მაშინ პირველი მთავარი მოვლენა ვთქვათ. მე თუ გინდა ჩაუღრმავდეთ. კი ბატონო. პირველი შეიძლება ითქვას, რომ ამ თემაში მსოფლიო ვარსკვლავი ჩამოდის, ხო? მანამ არჩევნებია. მანამ არჩევნებია. მანამ არჩევნებია. აი, მანამ არჩევნებია, ანუ იდეაში ეს ვიდეო რომ დაიდება არჩევნები ჩავლილი იქნება. არჩევნები ჩავლილი იქნება და იმედია რომ ყველაფერი მშვიდობით იქნება, კარგად იქნება, რომ შემდეგი ვიდეოც დაიდოს რა. კი ბატონო. ხო და ეს ვიდეო თუ არ დაიდო, არ ვიცი, მაშინ აი, მოდი მაშინ მივიტყვი. მე არ მივდივარ არჩევნებზე. შენ მიდიხარ არჩევნებზე. მე მივდივარ არჩევნებზე, არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, ვის ვაძლევ ხმას. გამორიცხულია, ეგ რო თქვა, ასე რომ უბრალოდ მივდივარ. მე პირველად არ მივდივარ ცხოვრებაში არჩევნებზე, ყოველთვის აქტიური ვიყავი, ყოველთვის, მაგრამ ნუ ესე იგი ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა არჩევნებზე. შემიძლია ეს გულზე ხელი დავდო და ეხლა მივდივარ, კი. მივდივარ, არ ვიცი რატომ მივდივარ. აი, რო გითხრა რომ ეხლა რაღაცა, მივდივარ რა. დილი ხორის ამბავია რა. გავატარეთ არჩევნები, მოკლედ. ჩავატარეთ მშვიდობიანად. კი ბატონო, ჩავატარეთ მშვიდობიანად და აი ახლა მოყევი უკვე შემდეგი ნაწილი. გადავედით უკვე 11 ოქტომბერზე, ერთი კვირის თავზე ზუსტად, არჩევნების მერე ერთი კვირის თავზე ჩამოდის მსოფლიო ვარსკვლავი. კი ბატონო. ყველასათვის ცნობილი ბრენდის, ყველასათვის ცნობილი დიზაინერი და დანის ხელოსანი ენტონი მარფიონე და შეიძლება თავმად ითქვას, რომ ვულოცავ ყველა ქართული მედალს. ნამდვილად და აქ თუ შეიძლება ჩავერთვები, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ Excel-ში ზოგადად ბევრი მაიკროტეკი არის, ვინაიდან ოფიციალური რისელერები თუ სელერები თუ რა ქვია მაგას ბატონო გიორგი? წარმომადგენელი არის შეპესე ლესე, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა შეკითხვა, რომ თქვენ ჩამოყავთ თუ არა. არა მეგობრებო, ჩვენ არ ჩამოყავს. ანუ ეს არ ყოფილა რაღაც ზოგადად ესეთი ტიპის საქმიანობით არ ვართ ჩვენ დაკავებული რომ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რომ ვიღაცების ჩამოყვანა იყოს ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ვისაც ჩამოყავთ, გულით და სულით ვულოცავთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ამბავია, უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ამ ხალხთან რაღაც შეხება და გადაკვეთა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საოცარი ამბავი, მთელი სულით და გულით ვულოცავ და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მოახერხებს ბევრი ადამიანი მისვლას და დატკბება, ასე ვთქვათ, ამ ადამიანთან ურთიერთობით ბევრი თბილისელი და ქართველი. ჩვენ თავსაც ულოცავ მიხეილ, მე ვერ წარმოვიდგენია ქართული მედანე, რომელსაც ეს სფერო უყვარს, ამ სფეროზე გული შეტკივა და ეს ამბავი არ უხაროდეს. უბრალოდ ელემენტარული ძალიან დიდი წინსვლა არის და ესეთი ადამიანი რო ჩამოდის, ესე იგი ეს არის უკვე რაღაცა ისეთი წერტილი ამ სადანე ინდუსტრიაში, სადანე ხელოვნებაში, რომელიც ავტომატურად აისახება ყველა ამ სფეროში ვინც მოღვაწეობს მაღაზიაზე და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე სხვებს რომ რაც მეტი იქნება მაღაზიაც, რაც მეტი იქნება გამოფენებიც, რაც მეტი იქნება საქმიანობები, ყველასთვის მხოლოდ კარგი არის და სიგეთის მონტანი არის. ერთს დავამატებ, რომ ანუ სოციალურ ქსელში ჩვენს თვალყურს ვადევნებთ და ვიგებთ, თქვათ, სხვადასხვა სიახლეებს ორგანიზატორებისაგან. მე ვუყურე ვიდეოს, სადაც ტონი მიმართვა იყო, ასე ვთქვათ, დაანონსა დაახლოებით ვთქვათ, რის ჩამოტანას გეგმავს, ანუ რა იქნება, როგორ იქნება. იქვე თქვა, რომ ამ იმაზე იქნება Halo 4-ის და Nemesis 4-ის და
არადა ეს ჯერ ესე გამოდის რომ რაღაცა პრემიერამდე პერიოდში, ხო, ეს არ ვიცი, როგორ იქნება, რანაირად იქნება. თვითონ გახსნეს ის შოურუმი ამერიკაში რო ხსნიდეს. ხო, არ ვარ საქმის კურსში თქო მაგას ვიძახი, არ მინდა რომ გამომივიდეს რაღაცა, მაგრამ ეს ფაქტი თვითონ ძალიან მახარებს და რისი თქმა მინდა, რა მოკლედ, ბევრი რო არ გამიგრძელდეს. ტონი მარფიონი აქ არ ჩამოვიდა და ხაჭაპურის საჭმელად. რომ არა ეს ქვეყანა ეს პატარა ქვეყანა რომ არა გაედვები და მოთხოვნა და პოპულარობა მაიკროტეკის, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ მას ინფორმაცია კარგად აქვს, ნამდვილად არ წამოვიდოდა სხვა შემთხვევაში. ანუ დავიმსახურეთ ეს მადლობა, ესე იგი, იმ ხალხს, ვინც ჩამოიყვანა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველამ დავიმსახურეთ. ნუ ყველამ ერთად მოვედით აქამდე. კი ბატონო და მოდი ხალოზეც ვიტყვი, რომ ხალოზეც იქნება ბევრი კითხვები და სულ კითხულობენ ხოლმე. ნუ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ აი ZBP რომ გამოვიდა და თლათ პრეზენტაციაზე არ გქონდა, რომ წარადგინეს დროფი რო იყო, მაგრამ უკვე რამდენიმე კვირაში ქონა, მე დიდი იმედი გვაქვს და მუშაობთ მაგაზე, რომ რაც შეიძლება მალე ჩვენც გქონდეს ხალო. შეიძლება რაოდენობაში არ გქონდეს მიხელ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა რამდენიმე ერთეული რო ძალიან ახლო მომავალში გქონდეს და წარმოდგენილი იყოს ჩვენთან, მაგაზეც მუშაობთ. მე მაგალითად პირადად ვიტყვი, რომ ჰალო, როდესაც იქნება, ვთქვათ, მე არ შევიძენ, პირობას ვდებ, დაუთმობ სხვას, შენ რა აპირებ, რო დაიტოვო? არა, ნაირად. დავდოთ საჯაროდ პირობა, რომ ჩვენც არ ვიტოვებთ. ჩვენც არ ვიტოვებთ, კი ბატონო, როცა იქნება, თქვენთვის იქნება. მოკლედ, ძალიან მაგარი ამბავი იქნება და გადავედით ოქტომბრის, ასე ვთქვათ, გავცდით ამ ამბავს და მომდევნო, რაც იგეგმება ოქტომბერში რა არის? მეორე გამოფენა. მეორე გამოფენა. კი ბატონო, მეორე გამოფენა. ზუსტად ჩავასწორებ, ზუსტად არ ვიცი გამოფენის ფორმატი არ რაღაც დემო. ხო, არ ვიცით, ნამდვილად არ ვიცით როგორი ფორმატია, მაგრამ ფაქტია რომ ბილეთები იყიდება. კი, ნუ შეიძლება დემო იყოს, რაღაც სხვანაირი ფორმატი იყოს, მაგრამ როდესაც ერთი ის არის, ხო რა, ნუ დიდი გამოფენასავით არა, მაგრამ მეორე უკვე მასშტაბური და რომელსაც ასევე ყველა ელოდება, რომელსაც უკვე ატარებს დანების ასოციაცია, ანუ კოლექციონერთა და წარმოებელთა ასოციაცია, რომელიც ტრადიციული თბილისი ნაივ-შოუს სახელით არის ცნობილი და ჩატარების ადგილიც ვიცით, ხო, ბილტმორია, ხო, როგორც მე მახსოვს, კი ბატონო, დავაწერთ ამას და ორგანიზატორებთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობით გვაქვს იმის ინფორმაცია, რომ წელს კიდევ უფრო ესეთი იქნება რა, მასშტაბური და ეჭვი არ მეპარება მაგ საკითხში, იმიტომ რომ გამოფენის გარეშეც ასე თუ ისე მიმაჩნია და მიგვაჩნია, რომ ქართულ, ასე ვთქვათ, მედანეთა რაღაცა კომუნაში ასე თუ ისე პულსზე თითი გვიდევს და ვიცით რა ხდება, როგორ ხდება. მიხეილ, კატალოგი გადმოდებოდი შეგხვდით? კი ბატონო. კატალოგს გადმოვდებ და შეიძლება არც იცოდეს, რომ სანამ შენ კატალოგს ანახებ, დავძენ იმას, რომ წლიდან წლამდე ძალიან ვითარდებით. კი, სერიოზულად და აი ესეთი მაგარი კატალოგი არის გაკეთებული, ეს წინა გამოფენის არის გაკეთებული, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს ძალიან ისეთი სამახსოვრო ნივთი არის. 10-20 წლის მერე ამას სხვანაირი ღირებულება ექნება და ჯერ კიდევ არის მარაგში, ვისაც გექნება თქვა სურვილი და ინტერესი, ამის შესაძლებელი შესაძლებელი არის. ბევრი ბიზნესი არის საქართველოში, დარწმუნებული ვარ, შეიძლება უფრო მასშტაბურიც, მაგრამ არ კონდეს ესეთი დარგობრივი კატალოგი, რაც არის დიდი მიღწევა, რადგან ძალიან ბევრი შრომა ჩადეს ბიჭებმა ამაში და კიდევ ერთხელ მადლობა. კი ბატონო, ეხლა ამ გამოფენას რაც შეეხება, რას უნდა ველოდოთ ამ გამოფენისგან. ესე იგი, ტრადიციულად იქნებიან ქართველი ოსტატები და ამ ხალხს აქვს სიახლეები, ბევრს თქვათ პირადად ვიცნობ, ბევრს მე არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მაქვს რაღაცა ინფორმაციები, უმეტეს მათგანს აქვს ძალიან ბევრი სიახლე. ანუ წინა წლიდან მოყოლებული სტიმული როგორც ჩანს არის გაზრდილი და ამ ხალხს мотиваცია აქვს მომატებული და ამის დასტური იქნება უკვე გამოფენა და ვნახავთ რა დანები გვექნება, მაგაზე გვექნება მე ვიდეოც ჩასაწერი აუცილებლად, მაგრამ აქედანვე შემიძლია პირობა დავდო რომ წინსვლა იქნება, იმიტომ რომ ამ განვლილი წლის მანძილობაში მე და მიხეილი რასაც უყურებთ, ბევრად უფრო
ხარისხიანი, ბევრად უფრო დახვეწილი დანები შექმნა უკვე ქართული ნაკეთობები, გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი შესაბამისად ყველას გელოდებით. რაც შეეხება ჩვენ ვიქნებით გამოფენაზე, აუცილებლად ვიქნებით გამოფენაზე. გამოფენაზე იქნება როგორც ლესე, ასევე მედანე, მაგრამ გაყიდვა, ასე ვთქვათ, აქტიური უფრო მედანის ხო, მაგაზე განმარტოთ, კი. მე მგონი ჯობია, რომ წინასწარ უთხრათ ხალხს. ანუ მანამდე იყო, რომ თქვათ, როგორ რაღაც ესე ვაკეთებდი ხოლმე, რომ მაღაზია იყო წარმოდგენილი ლესესი და ისე გამოდიოდა, რომ როგორ რა სახელი დავარქვა, რომ უტაქტუ არ გამომივიდეს. მოკლედ გადავწყვიტე, რომ მხოლოდ რამდენიმე ერთეული დანა გამოვფინო და უკვე მოვიპატიჟო მაღაზიაში, ვინც იქნება დაინტერესებული პირი, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ ისეთი სიტუაცია მქონდა. ეს არის როკსტედზე რომ მკითხეს, როგორ აპალი როკეფო და თქვათ ჰოკი M390 ფოლადია მეთქი და მეც ვაკეთებო M390-დან და რაღაცა. აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე, რომ მსგავსი კატეგორიის დანები მიჩვენია, რომ შეფუთული ყუთში მქემედოს იქ. ჯერჯერობით არ არის, რა ვთქვათ, ეს სახალხოთ მზად მაგისტრის სიტუაცია, სამაგიეროდ მედანის ასორტიმენტი იქნება სპეციალურად შერჩეული, ანუ აქამდე მოდი ასე ვთქვათ, გამოფენაზე მაინც რაღაც უფრო ქაოტურად გამოვდიოდით, ეხლა კონკრეტულ სტრატეგიას ვაკეთებთ, კონკრეტულად იქნება შერჩეული დანები, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, რაც კონკრეტული რაოდენობა სანადირო იქნება, კონკრეტული ფიქსი, კონკრეტული დასაკეცი, ჩვენი კონსულტანტები იქნებიან ბევრად უფრო მომზადებულები და მოტივირებულები და კარგად აგიხსნიან და დაგეხმარებიან შერჩევაში, ასე რომ მედანის სტენდზე გელოდებით ისე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაგერი გვექნება გამოფენაზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი მცდელობა მაქვს. ისეთი წარმოუდგენელი პრობლემის წინაშე ვართ, რომელიც ვაფსაერთთან უნდა ქონდეს საფიქრალი, ყოველ შემთხვევაში მაგას იმედია გადავლახავთ. და ჩამოვიტან ხუთებში დევს, ალაგია და ვერ ჩამოგვაქვს. ხო, აი არ მინდა მე სულ ვიძახი, რომ არ მინდა თქო რაღაცა პოლიტიკა და სხვა საქმეებზე ლაპარაკი, მაგრამ ვრწმუნდები ერთ რამეში, რომ ბიზნესის მკეთება რაღაცა აი ხელოვნური ბარიერები, ანუ არ უხდება რა ბიზნესს რა და პოლიტიკა მიხელი შიდა პოლიტიკაო თვითონ ეგრევე მეთქვის. ხო, ბანკის შიდა პოლიტიკაო, ხო, კი ბატონო რა. მოკლედ, აქედან გამომდინარე დამერწმუნეთ როგორც თქვენ გინდათ დაგერი, ავიცი, უფრო მეტად გვინდა ჩვენ, მაგრამ გართულდა ეს სიტუაცია რა. იცი რა ვიფიქრე მიხელი კიდევ ჩვენზე რო ახსენე რომ წარმოდგენილები ვიქნებით. რაღაცნაირად აუცილებლად პოდკასტის თემას უნდა მივდაუთმოთ. ერთი, ანუ შეიძლება ორი სერიაც. კარგია. და მაგაზეც ვიფიქროთ ვიდეოს იქითაც, როგორ შეიძლება რომ ჩავწეროთ. რატომაც არა. ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავაყენე. იდეა შეიძლება აბას თავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგარი იქნებოდა. ალბათ რაღაცა უნდა შეიძლება ნაწყვეტ გადავიღოთ და მონტაჟის იმით გაკეთდეს რა. შეიძლება ხო. მაგრამ საჭიროა კი. შეიძლება ვთქვათ რაღაცა სტუმრებს რამდენიმეს უთხრათ ხელოსანს და გამოფენაზე უბრალოდ რაღაცა პერიოდის მერე დავსხდეთ იქ და ჩავწეროთ ვთქვათ და შევაფასოთ ადგილზევე. გამიხარდა შენგან ეს ინიციატივა? ბიჭებისგანაც ასოციაციაც აუცილებლად როგორც შეავლის. მოკლედ, ვერ გპირდებით, მაგრამ აუცილებლად იმუშავებთ მაგაზე რომ ის საკითხავები ბიჭებსაც უნდა დაველაპარაკოთ ახლა რა არის არიან, როგორ მოხერხდება და რანაირად. მოკლედ შევესწრებით მაქსიმალურად. ხო და მოკლედ, ავიცი ეს გამოფენა დიდი ამბავი არის, რაც შეეხება გამოფენის შემდეგ, მალევე იქნება რა იქნება ბატონო გიო? იმედი მაქვს მალევე, ხო იცი, გზარობის იქნებაო და. მალევე იქნება. მალევე. უფრო მალეს გვინოდა, მაგრამ გადავწიეთ რაღაცას ოქტომბრის ბოლოსკენ. იქნება ჩვენთვის პირველ რიგში დამაგვირგვინებელი, არ ვიცი ახლა სხვებისთვის შეიძლება ის მნიშვნელოვანი არ იყოს და რა თქმა უნდა არ იქნება როგორც ახლა მარფიონეს ჩამოსვლა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველანაირად შევეცდებით რომ მაქსიმალურად რაც წინაზე ჩავარდნები გქონდა გახსნაზე, მიხეილო ისინი ამონაზღაუროთ და გავხსნით მედანის მაღაზიას მეგობრებო. ესე იგი მეგალაინში მედანის მაღაზიას გავხსნით, მაღაზიის გახსნაზე, ანუ 99% იქნება მოწვევით, ასე ვთქვათ და მოსაწვევებით. ანუ როდესაც იქნება გახსნა ოფიციალური, იქ ხალხს ეპატიჟებ ბატონო გიორგი და ესე გავაკეთოთ. ახლა გამახსენდა ჩემი წინა გახსნა და რაღაცნაირად შემრცხვა მაშინ, მაგრამ მაშინ ყველა დაუპატიჟე.
შეიძლება სწორი არ იყო. ლესეს გახსნაზეა საუბარი მეგობრებო. მაშინაც ძალიან გადამწვარი ვიყავი. ხო და აი 25 კვადრატს 8 თვე ვაკეთებდი და ისეთ გადავწყვიტე ისე რომ მეთქი ყველას გეპატიჟებით მეთქი. ამ შემთხვევაში იქნება უკვე ისე რა, უფრო ინდივიდუალურად მოდი რომ მოვახერხოთ. განმარტოთ. შეცდომას ვერ დავარქვი, მაგრამ რაღაცნაირი დისკომფორტი იყო. თორე რა დარწმუნებული ვარ ეხლა ვინც მოვიდა მაშინაც ისიც არ წავიდა და აქვედან უარყოფითი ემოციებით მეც ეგრე ვიყავი, მაგრამ დისკომფორტი იყო, მოკლედ ბევრი ხალხი რო შემოვიდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ყველასთან რაღაცა კომუნიკაცია არ ამის, მოძრაობა იყო შეუძლებელი, სავსე იყო, ვიღაცას ელემენტარული რაღაცის ყიდვა რომ უნდა და ვერ გავყიდეთ ვერაფერი, იმიტომ რომ სავსე იყო და მაქედან გამომდინარე, ვიღაცას კითხვა რომ არ ქონდეს, რაც ნიშნავს მოსაწვევი და ასე შემდეგ, აი მაგ უხერხულობას და მაგას რო თავი ავარიდოთ, ესე გადაწყდა. საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, ახლა ბოლომდე არ გავშლი იმას, მოკლედ იქნება იმის საშუალება ბატონო გიორგი, რომ გარეთ გვაძლევს ტერიტორია იმის საშუალებას, რომ გარეთაც მოვგროვდეთ. მოკლედ მაგ დეტალებზე არ ვისაუბრებ, ვიტყვი იმას, რომ იქნება მოსაწვევებით და ამ მოსაწვევების საფუძველზე იქნება გათამაშება. ამ გათამაშებას დეტალებს აქაც ესე არ ვიძახი, უბრალოდ ჩვენი სტუმრები, ის ხალხი, ვისი, მოდი ასე ვთქვათ, გულის მოსაგებადაც ვშრომობთ და ვცდილობთ, რომ ეს ხალხი ბევრი იყოს, გახსნის დღეს ძალიან გაიხარებენ რა. გათამაშება არა, გათამაშებები. გათამაშებები, კი, გათამაშებები. ბევრი დანა გავათამაშოთ. კი ბატონო, კი, არა მარტო დანები, ბევრი სხვადასხვა რაღაცები, მოკლედ მაგარი დღე იქნება მიხეილ ჩემი ეს, იმიტომ რომ ის დღე გამახსენდა ამას რო ხსნით და აი თელ ამბებში რო ვიყავი რაღაც იქ სასუნავი ღვინოები გარეთ რო ხალხი გველოდებოდა მე რო უცებ გავაღე კარგი ლენტი გავჭირათ. უნდა გავჭიროთ აუცილებლად, მაგით ვთქვი რა, გარეთ მოვგროვდეთ და გაჭირის მერე მოხდება შიგნით შესვლა, კი ბატონო. ანუ აი ესეთი ოქტომბერია, ამ ოქტომბრისთვის, რა ვიცი, სამზადისი არის და ჩემი რჩევა იქნება რომ მოყვარულებო ამ ნივთის, რასაც ქვია, დანა თქვენს მოემზადეთ, ანუ მე პირადად რაღაცა თანხის მობილიზებას ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ გამოფენაზე პირობითად რაღაცა X თანხა მქონდეს რომ რაღაცა შევიძინო და ეს მედანებში ჩვეულებრივი მომენტია რა რომ და გამოფენაზე მიდიხარ ესე რაღაც შემზადებული რა. ასე რომ ოქტომბრის საინტერესო თვეგველის წინ. და მაგას რო ჩავუყევდი, ტემპს თუ გავითვალისწინებთ, იქით აწელი კიდე უფრო შეიძლება კიდე უფრო საინტერესო იყოს, ერთი ტემპი გვაქვს. ნამდვილად და მიხეილ უკან ბრუნდებოდი და ხელი შეგიშალე უკან დაბრუნებაში. აბა მით. დაუბრუნდეთ უკან და მოკლედ ვისაუბროთ იმ კაცზე, ვინც რა ვიცი რა, მართლა ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა დანა რა. ვისაუბროთ ენტონი მარფიონეზე, მაიკროტეკზე და მოუყვეთ რა ვიცით ჩვენ მათ შესახებ, ასე ვთქვათ. სანამ გადახვალ მაგაზე ეს გავაკეთებ, ადრე ბევრი გვისაუბრეთ ჩვენ მაგაზე და სულ ისე ვიძახს ხოლმე თქვათ რომ ჩემი ფავორიტი არ არის, შეიძლება კოლექციაში არ მოხდა რაღაცა და არასდროს არ მithkoms ესეთი რასაც ახლა ვიტყვი რომ რაც არ უნდა იყოს, ვისაც არ უნდა მოწონდეს, ზოგს ძალიან მოწონდეს, ზოგს არ მოწონდეს, იმას არაფერი არ ცვლის, რომ მაიკროტეკი არის ალბათ ყველაზე მაგარი ბრენდი. კი 100%. ყველაზე მაგარი ბრენდი არის. 100%. ანუ ეგ ობიექტურობის აღქმის უნარი არ უნდა დაუკარგოთ და უნდა ვთქვათ და რაც შეეხება აი ჩემ ბევრმა ადამიანმა ალბათ იცის რომ მე ვარ ძალიან ისე რა, ბევრ რაღაცაში სკეპტიკურად განწყობილი, მაგრამ ეს არის ჩემი ბოლო შენაძენი. და რა ვიცი, ალბათ ლოგიკურად მიხვდებით რომ რო არ ვცემდე პატივს და ძალიან რო არ მომწონებოდა რაღაცა, პირობითად ჩემთვის საკმაოდ დიდ თანხას ამდვილად არ გადავიხდიდი. და აიცა მიხეილ მოვიტანე ერთმანეთს. მოვიტანე კი ბატონო, ანუ ეს არის ამფიბიანი მაიკროტეკი, რომელსაც ქვია, რა ქვია მას მარფიონე სელექტი ბატონო გიორგი. კი, სელექტი და ეს არის ტიტანის დანა, პირველი ასე ვთქვათ, სერიული ტიტანი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის წარმოებული. როგორც კი დავინახე ეს დანა, დამერწმუნება ბატონო გიორგი, მომენტალურად ვთხოვე რომ გიო მეთქი, გეხვეწები, ერთი დღე მაცადე, რომ ეს დანა უნდა ჩემი გახდეს თქო. აქედან გამომდინარე, რა ვიცი რა, ის მითი რომ მიშა ვერიტას მაიკროტექს არის აბსოლუტურად მითი. მე უბრალოდ რაღაცების მიმართ ცოტა შეიძლება ვიყო სკეპტიკური და მაგასაც ნელ-ნელა მე კიდე ერთხელ ვიტყვი. ნიცეც არ არის, კიდეც არის, ფრთხილიც ვარ მე, შენ შეიძლება ხარ, მაგრამ ჩემ თავზე ვიტყვი რომ
იმდენიდან მომწონს ხოლმე. იმდენიდანა და აიღებ და მე არის რომ თქვა 1-2 კვირის მერე ფიქრობ რომ თქვა არ უნდა ამეღო თქვა სხვა და მე ისე ფიქრობ რომ შეცვალო გადაცვალო და რაღაცა და მაგიდან გამომდინარე მე ვფრთხილობ ხოლმე რომელი უნდა ავიღო კოლექციაში და კი ბატონო ეს არის ერთ-ერთი ამაზე ვფრთხილობ მიხეილ ჯერ ვერ გადავწყვეტე ეს არის მეგობრებო Microtech Ultratech მესამე თაობა DLC Shadow ვერსია და Hellhound-ი პირით. ZBP Zero Blade Play. ხო და აი მე მგონია რომ აი ZBP ამდენი ხანი მცდელობა რომ იყო ესეთი განსაკუთრებული Ultratech Hellhound-ი DLC Shadow ისიც რაღაცა თემები რო არის სასამართლო იქ რა იქნება მე მგონია რომ ეს რაღაცა კაი საკოლექციო ნივთი არის. თუმცა მაინც ჯერჯერობით ფიქრში ვარ. თუმცა მინდა გამეზიარებინა აი ესეთ რა ხან ახლა Ultratech ის ქენი მაშინ ბალემ აქვე ვიტყვი რომ Ultratech არის პირველი მოდელი რომელიც ორმხრივი ანუ გახსნით Microtech-მა შექმნა ანუ იხსნება კიდევაც და იკეტება კიდევაც Dual Action-ი კი ბატონო ანუ ეს იყო 1999 წელს როდესაც პირველი Ultratech-ი ჩაეშვა წარმოებაში 99 ძალიან მნიშვნელოვანი წელი არის, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო მოდელი გამოჩნდა მაგ წელს, მაგრამ მივუყვეთ მაშინ თავიდანვე და ვთქვათ, რომ თვითონ ტონი მარფიონე თავად იძახის ესეთ რაღაცას, რომ ნუ დანებით ვიყავი ბავშვობიდან გატაცებული, მაგრამ არა მარტო დანებით, არამედ იარაღით, ანუ ვერ ვიტყვი რომელი უფრო მეტად მიზიდავდა იარაღი თუ დანაო და როდესაც როგორც ინდუსტრიას ისე ვუყურებდიო, ანუ ეკაიფე ბავშვობიდან უყურებდა როგორც ინდუსტრიას უკვე რა ისე, როგორი აზროვნება ქონდა. ხდებოდიო, რომ იარაღში ბევრად დიდი ფულიაო. ანუ ბევრად დიდი ფული ტრიალებსო, მაგრამო ნუ იმასაც ხდებოდიო, რომ თუ რაღაცას მოვიფიქრებდი, აქაც მიშოვიდი ფულსო რა და ამას თავად იძახის და მოკლედ 92 წელს რეალურად იწყებს უკვე ჩალიშს რაღაცეების 93-ში არის კომპანია უკვე იქნება და 94-დან ოფიციალურად იწყებს ფუნქციონირებას და პირველ დანას უშვებს. პირველ დანა იყო MUDT, ანუ mini under water demolition team ոնց mini იყო პირველი და შემდეგ იყო UDT, ანუ ლუდტის წინაპრებზე არის აქ საუბარი და ძალიან ბევრს ეშლება და პირველ დანად ჰალოს იძახიან ხოთა შორის ბევრ ინტერნეტ წყაროშიც პირველი დანა მითითებული არის ჰალო და ჰალო პირველი დანა კი არ არის Microtech-ის ჰალო არის პირველი ფრონტალური გახსნა ავტომატური დანა ან ფრონტალური გახსნის ეგ არის ამ შემთხვევაში OTF-ი ნამდვილად ჰალო იყო პირველი რომელიც 95-ში შეიქმნა ჰალო აბრევიატურაა და თუ სწორედ მახსოვს high attitude და low რაღაცას ნიშნავს, ანუ ეგ ნამდვილად მახსოვს რომ ეგრე არის. ხო და აგერ არის ნანახი გაქვს ებსოლუტურად. ხო არ მიჩვენებია. არ მიჩვენებია პირველად ხო და გადავერთოთ მე ცოტა ხანი ამ გადავერთოთ კი ბატონო, ანუ აი ეს არის სულ პირველი დანის დღევანდელი ვერსია, რა უკვე მითითქვია, ანუ ის ხო იყო mini და ეს არის large, ანუ ეგასო შეიცვალა რა. ის იყო მუდტი, ეს არის ლუდტი. ანუ აი ეგ არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მოდელი არის მიხეილ. ნუ გეცოდინება რომ ფუნქციურობას მე ძალიან ვაფასებ და ფუნქციურობა ერთ-ერთი გადამწყვეტი არის. Side opening automatic ქვია, ანუ ამას ამ შემთხვევაში და ეს ვერსია პირველად გვაქვს Select-ის, აი ეს კარბონი თავიდან ცოტა скеპტიკურად ვიყავი, კარბონზე ისე არა ვარ ხოლმე, მაინც მიჩვენია ხოლმე მეტალისტარი, მაგრამ აი იმდენად სუბუქი არის, იმდენად სუბუქი და ისე ლამაზი და კარგად არის, ძალიან მოვიხიბლი. ძალიან, ანუ არ ვიცი აი ეს backspacer-ი ძალიან ლამაზია და მართლა საოცრად მსუბუქია. აი ძალიან მსუბუქია, ხო. საიდან სადამდე მოვიდა მიხეილ? ანუ ძალიან რთული გზა გაიარა, ანუ რაც შეეხება როგორ არის იცი, როდესაც რაღაცა დიდს აკეთებ, არ არსებობს იქ ყავს ბოროტის მსურველიც, პადროშკას ეგრეთ წოდებულს რო დაგიდებს ეგეთიც ბევრი პრობლემა გამოიარა
ბევრი შეიძლება თვითონაც გააკეთა ისეთი რაც სხვას არ მოწონდა, მაგრამ ფაქტია რომ ნომერ პირველი ბრენდი არის დანების სამყაროში. და ესეც ამასაც თვითონ ყვება, ესე ძალიან სასაცილოდ რომ საიდან წამოვიდა სახელიო და როდესაც საერთოდ არ მეგონა რომ დანების ბიზნესში შევიდოდი, უბრალოდ ორლანდოში გამოფენაზე ვიყავი წასული, სადაც წაღებული მქონდა ჩემი ხელით გაკეთებული პატარა დანა და იქვე ჩემმა მეგობრებმა ნახეს და ყველა იყო აღფრთოვანებული და this is so micro, ანუ ესეთი მომცროარიო და ტექნოლოგიურიო რა და ანუ დაერქვა Microtech რა და იქვე მალევე ერთ-ერთმა რა ქვია ახლობელმა ლოგო გაუკეთა პირველი და აი თუ დაიწყებ გაკეთებას ესეც ლოგოა რა და პირველი ლოგო Microtech-ის ეხლა უკვე სხვანაირი ლოგო აი პირველი აი ეს არის პირველი ლოგო. ძველებს ეგეთი ყოლზე კი ბატონო. და მოკლედ პირველი ეს ვერო ბიჭზე ანუ თავიანთ სახლში რეალურად დაწყებული ბიზნესი დღეს არის კომპანია, სადაც 96 თანამშრომელი მუშაობს და ეს 96 თანამშრომელი როგორ უნდა შევხედოთ ახლა ამ სიტუაციას რა, ანუ ამ ბიზნესისთვის ძალიან ბევრია. ანუ 96 კაციანი კომპანია ამერიკაში დანების მწარმოებელი არის სულ მე მგონი Microtech-ის გარდა 2 კიდე რა. რაც შეეხება რატო არ არის მეტი ვთქვათ რა. მე როგორც ვიცი ეს არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ 100 თანამშრომელზე მეტი როდესაც ყავს, იქ რაღაც საგადასახადო სისტემაში იცვლება და მოკლედ მაგას შეგნებულად ისე აკეთებენ რომ აუარონ თავი. ძალიან საინტერესო მენეჯმენტის ასე ვთქვათ მოდელი აქვს ზოგადად რა Microtech-ს და რო შეხედო თანამშრომლების სიას რა, იქ ვინყავს HR-ი, ვინყავს ფინანსური შეფ ოფიცერი, ვინყავს გაყიდვები. აღმოაჩენ ერთ ძალიან საინტერესო ადამიანს, ეს არის კეტი მიჩემი და ეს კეტი მიჩემი არის სამთავრობო ასე ვთქვათ შესყიდვების მენეჯერი და მთავრობასთან ურთიერთობის მენეჯერი. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ თითქოს ფრონტალური დანა ზოგადად რა არის, რაღაც არა სანდო და მთლად ისეთი არ არის, ძალიან დიდი რაოდენობით აქვთ სამთავრობო შესყიდვები რა. აი პირობითად ერთი პერიოდი მაგალითად მაკორა Microtech-ის იყო ისეთი საყვარელი დანა იმის რა ქვია პოლიციის დეპარტამენტების რა, ანუ სხვადასხვა შტატის პოლიციის დეპარტამენტები ერთმანეთს ასწრებდნენ შეკვეთას მაკორაზე რა, ანუ ეს კონკრეტულად მაკორას გარდა სხვებიც არის რა, ასე რომ ამ კომპანიას ცალკე ყავს მთავრობასთან ურთიერთობის ესეთი თანამშრომელი. ძალიან ასე ვთქვათ Microtech-ი და მარკეტინგი ეს არის ორი რაღაცა აი ტყუპებივით არიან რა, მარკეტინგი როგორც მეცნიერება ისე აჯდება Microtech-ს როგორც ბრენდს, რომ რა ვიცი რა, კარაქიანი პურივით არიან, მათ აქვთ თავისი სტრატეგია და იცი რა არის Microtech-მდე ჯერ კიდე Spyderco იყენებდა აქტიურად ფილმებში პოზიციონირებას, მაგრამ Microtech-მა ეს კიდე უფრო მაგრად შეძლო ჩემი აზრით რა, ძალიან ბევრ ფილმში არის უამრავ ფილმში არის მათი დანები, მაგალითად John Wick 2-ში არის კომბატ ტრუდონი და მაგ პერიოდში კომბატ ტრუდონი იყო აბსოლუტური ოცნება ყველა ამერიკელის და მანამ თუ არ იყო ძალიან ცნობილი ესე დიდად ფართო მასებისთვის კომბატ ტრუდონი. მე უცბად გახდა საოცარი დანა რა, ასევე უამრავ ფილმში არის ჰალო, ძალიან ბევრგან არის ულტრატეკი, აი ძალიან ბევრგან არის ულტრატეკი და პოპულარობა, რასაც ქვია, ну აი არანორმალურად პოპულარული ბრენდი არის. თვითონ, როდესაც იწყებდა ტონი 90-იან წლებში, უხეშად ბჭყალებში პარადი ბაზარზე მიყავდათ custom knife maker-ებს, არ იყო მაშინ ესე გაჯერებული, ქარხნული, მაღალი ხარისხის დანებით ამერიკის ბაზარი. რამოდენიმე ბრენდი იყო, ვინც უშვებდა და მოკლედ იმ ხალხს, ვისაც კაი დანა უნდოდა, არენდობოდნენ რა, ასე ვთქვათ რა და მაინც მიდიოდნენ და custom დანებს ყიდიდნენ რა. მართლა ერთ-ერთი პირველია, ვინც მოახერხა და factory წარმოებაზე გადაიყვანა ნახევარი ამერიკა რა.
ამაში, რა ვიცი, უდაოდ ძალიან დიდი როლი აქვს მარფიონეს ნათამაშები. როდესაც ის იწყებდა, მას ყავდა მენტორები და ეს სხვადასხვა ინტერვიუებში ყოველთვის სიამაყი თქვება, რომ რამხელა როლი ითამაშა ბუჩვალოტონმა მის ჩამოყალიბებაში და მადლიერია ვალოტონების ოჯახის, რომ სხვადასხვა ჩამკეტი მექანიზმები და ასე შემდეგ, როგორ ასწავლეს ვოლტერ ბრენდი და დღემდე მენტორად, ასე ვთქვათ, წარმოგვიჩენს კრის რივს და გრინდი სწორად გაკეთება კრის რივმა მასწავლაო, ასე ვთქვათ, აღნიშნავს ამ მომენტს, რატომღაც ბოლო წლებში აღარ ახსენეს ბობ ტერზუოლას, მაგრამ ბობიც მნიშვნელოვანი ადამიანი იყო მისთვის, მაგრამ მოკლედ ხდება ხოლმე რა რაღაცა ამ სფეროში წაკინკლავებები რა და ამ წაკინკლავებებშიც გამორჩეული არის და თუ კი სადმე ისეთი მაგარი სკანდალი ყოფილა, მაიკროტეკის გარეშე არ ჩაუვლია რა ამ სკანდალს და ერთ-ერთი რომელიც ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა ჩვენი საშუალებითაც იცით, ეს არის კაი ჯგუფს, ანუ იგივე კერშოუ ზერო ტოლერანსის წარმოებელს და მაიკროტეკს შორის მომხდარი ნატრიქსი და მატრიქსი, ხო, ნატრიქსი თვითონ სახელი ნატრიქსი, ეს არის მინდვრის გველი. ანუ ერთ-ერთი სახეობა არის ნატრიქსი და მოკლედ მაგამბის მერე ბოროტის მსურველები ზედმეტ სახელად მარფიონეს ნატრიქსას ეძახდნენ. ხო, კი ბატონო, იყო ეგეთი ამბავი რა. რეალურად ეგ ისტორია მართლა ძალიან ღრმა არის. მაიკროტექს იქით ჰქონდა პრეტენზიები, ასევე რომ ანუ მათ კომბატ ტრუდონის დიზაინი მოპარეს თითქოს და ერთ-ერთ ბლეუთ შოუზე პროტოტიპად წარადგინა კაი ჯგუფმა, მაგრამ აღარ ჩაუშვია წარმოებაში, ხოლო ზერო ტოლერანს 0777-ის და ნატრიქსის, ასე ვთქვათ, ვიზუალით მან მატრიქსი მაინც ჩაუშვა და უბრალოდ ისეთი მასალებით გააკეთა ეს პირველი მაიკროტეკად არა, ანუ მარფიონე კასტომად ჩაუშვა, ფოლადი კოური X-ი გაუკეთა და ნუ საოცარი რაღაცეები ქნა. ანუ თუ ჩხუბია, ჩხუბი იყოსო და მაგაშიც გამორჩეული არის ეს ადამიანი რა. ბოროტ ენებს, ასე ვთქვათ, თუ დაუჯერებთ, დღეს ბევრი რაღაცეები იცვლება და თითქოს როგორ იძახიან, იცი, რაღაცა მუზის ნაკლებობა აქვს როგორც ოსტატსო და უფრო გადართულია ბიზნესისკენ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ ვერანაირს, ანუ ყველა ხელოვანს აქვს რაღაცა აღზევების მომენტი და რაღაცა ვთქვათ სტაბილიზაციის მომენტი რა. ბოდიში მიხეილ, მარფიონემ ახალი რო აღარც გააკეთოს არაფერი. მაგას ვიძახი რა, საკმარის ზეოს გაკეთებული. სხვათაშორის კიდე რატოა ძალიან ნიჭიერი, ძველ მოდელს აიღებს, მარტო ლაინერს შეუცვლის, ეხლა არ მინდა ვთქვა რაზე ვსაუბრობ, მაგრამ იყო ესეთი რაღაცა, რომ სულ 5 წელი იყო გამოშვებული ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც უბრალოდ შეუცვალა ლაინერები, ტიტანის ლაინერები ჩაუსვა, ლიმიტირებულად გამოუშვა და საოცარი ფურორი მოახდინა რა, ანუ უნიჭიერესი კაცია, ანუ და რაც ყველაზე მთავარია, მაიკროტექს ყავს უერთგულესი არმია მომხმარებლების, მათი საგარანტიო ამერიკაში საკმაოდ კარგად მუშაობს და აი როგორ გითხრათ რა, საიტები არის, აი როგორ იცი, სადაც არიან გაერთიანებულები ეს ხალხი, მაიკროტექის მოყვარულები და ისეთი დეტალები აქვთ, ისეთ დეტალებზე საუბრობენ, იმდენ მოდელებს უზიარებენ ერთმანეთს, ანუ მაიკროჰოლიქს, ანუ აი ესეთი ჯგუფი არსებობს, ნუ არ ვიცი რა. ხო და აქვე მინდა ერთი რამე აღვნიშნო, რა სამწუხაროდ პირველ მეუღლეს იგი გაშორდა და ამ ადამიანს სუზან მარფიონეს უდიდესი როლი აქვს თუნდაც იმაში მიღებული, რომ დღეს არსებობს მაიკროტექის მუზეუმი, სადაც არის ყველა მოდელი მაიკროტექის რა. ნუ მაიკროტექზე დაუსრულებლად ბევრის მოყოლა შემიძლია, ანუ მართლა ბევრი ფაქტი არის, აი სულ ცოტა ხნის წინ იყო კიდე ერთი ესეთი აქსიალარი კომპანია, რომელიც OTF-ებს უშვებს და წარმატებულ ახალ კომპანიათაც ითვლება და ეს აქსიალი რაღაც პრეტენზიებს იძახის მაიკროტექის მიმართ, მაგრამ მაგ თემაზე თუ საინტერესო ესეთი განვითარება ხდება, მერე ჩავწერთ ვიდეოს და ეხლა მინდა უბრალოდ ვთქვა, რომ ჩემი უდიდესი პატივისცემა ამ ბრენდს, ამ ადამიანს, რომელსაც ქონდა კოლაბორაციები, რა ვიცი, დანების ღმერთებთან,
ქონდა ახალგაზრდა ხალხთან კოლაბორაციები და გზა გაუხსნა თუნდაც სებასტიან ბერენჟის რაც არ უნდა მაგარი იყოს ბასტინელი ბასტიანკო მანამდე ბევრი არ იცნობდა სანამ მაიკროტექთან კოლაბორაცია არ ექნებოდა და ასე რომ რა ვიცი ვაშა და აპლოდისმენტები ბატონო ტონი ჩემგან ბატონო ერთი იმაზე ჩავფიქრდი წეგან ახლა იმდენი რაღაცა ისტორია მოყევი მე ხელი ისეთი ხელოსნები ესეთი არიმია და ჩვენთან მაინც ბევრი არის ისე რომ აი მას ვერ გზნობს და ეს ემოცია არ აქვს და აი იმას გრინთორნს ვიყიდი ნახევრის ნახევარფასში და იგივე არის ეს უბრალოდ ნივთები არ არის მეგობრებო ეს არის მთელი ეს ყველაფერი ისტორია და ამერიკაში ახლა ხო რაღაცა მონაწილე გავხდი ამ ყველაფერი კომუნიტის მაგიტომ მიდევს ეს დანა კაია რომ ეს შენ ზუსტად რო თქვი რა აი იდეაში ხო ეს რა არის რა ამერიკულივე კომპანიაა რომელსაც გაკეთებული აქვს ულტრატეკის სტილში დანა თითქოს მასალები იგივეა ანუ ალუმინია M390 არის რა ღირს დადგაცა ნახევარი ფასი და ერთი შეხევით მაგარია ძმაო ნახევარ ფასში იმას ვიყიდი მაგრამ არ არის რა ანუ აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის რა კი ბატონო მთელი ისტორია ემოციებია და იმისი ნაწილი ხდები როცა ეს გააქვს და იმის გარეშე კიდევ ეს უბრალოდ ნივთიც არ არის მაინც იმას გახსენებს და იმისი ნაწილია რაღაცნაირად იმისი ანარეკლი რა და ასე რომ მაგრამ ეგეც იცვლება საქართველოში სიმართლე გითხრა მიხეილ ეგ ტენდენციაც არის რომ უფრო და უფრო აფასებს და უღრმავდება ხალხი და ნამდვილი მედანეები კიდე და ემატებიან შვილების როლიც მინდა აღვნიშნო და ძალიან კარგი არის რომ ერთ-ერთი შვილის კომპანია სოთაშორის ჰერეტიკის დამფუძნებელს საქართველოში წავს უკვე რაღაცა მოყვარულები და რაც შეეხება მეორე შვილს მაგალითად ჰერა 2 მინი სრულად მეორე შვილის შემოქმედება არის და ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, მოკლედ მთელი ოჯახი ამ საკითხში რა. და ძალიან ისეთი ჩემთვის სენსიტიური მომენტია, როდესაც თვითონ ტონი იძახის, რომ არა დედაჩემია, რომელსაც ყველა ევროპაში ვიზიტიდან თითო switchblade ჩამოქონდაო, შეიძლება მართლა ცეცხლას როლი არაღებში აღმოჩენილი ხავდიო რა, ანუ დედის როლიც ასე ვთქვათ. აი კიდევ ერთხელ. კი ბატონო, ოჯახი და მშობელი რო ასწავლის ურთიერთობას და დავიდგენე რა ჩამოაქვს switchblade ევროპიდან რა და ჩვენ აქ იმას უგზავნავთ. მაგაზე ერთს მოყვევი მიხეილ საერთოდ ამასთან კავშირში არ არის ადრე მაქვს მონაყოლი ერთხელ რომ ბავშვი მოიყვანეს თუ გახსოვს ისტორია ბავშვი და ბავშვი აჩქეს და ამას წინაზე იყო ესეთი შემთხვევა რომ ეგეც არ დამოვიწყება ალბათ რომ ბიჭი იყო მოსული და ვერ არშია დანა რა ვერ არშია და დაურეკა მეუღლეს და გადმოვიდა მეუღლეს მაგანდან მოვიდნენ და იმან უფრო გაართულა იმიტომ რომ იმას უფრო რთული გემოვნება ქონია კიდევ და უფრო მეთხას იფიქრეს და ბოლოს გოდფაზერი წაიღეს ბოლოს. ძალიან მაგარია. შეტახდნენ რომ გოდფაზერი იმე ხის ჩანართებით. ძალიან მაგარია და აი აქ კიდე ერთ მომენტს ვიტყვი და მე მორჩები საუბარს მაიკროტეკმა მოახერხა ის რომ ამერიკის ბაზარზე შეჯიბრებითობის პრინციპი ძალიან მაღალ დონეზე აწია, ანუ იგივე კონკურენცია რა. იმიტომ რომ როგორ არის ეს როგორც კი მაიკროტეკი მოდუნდებოდა და იყო ეგეთი პერიოდები რა, ანუ პირობითად მაგ წლებში თითქოს სხვებიც რაღაცნაირად მოდუნდებოდნენ. ეს როგორც კი ახალს გააკეთებს რაღაცას, ყველა ფორმაში დგება, რომ შევეჯიბროთ და ასე შემდეგ რა. ანუ ამერიკული ბაზარი, არ ვიცი, მაიკროტეკის გარშე მე ვერ წარმომიდგენია რა. არა მარტო ამერიკული, მიხეილ, სხვანაირი იქნებოდა ქართული კომუნიკაცია და ზოგადად სადანი ინდუსტრია. ნამდვილად. მოკლედ, ველით მოლოდინში ვართ 9 ოქტომბერის. კი ბატონო, ნამდვილად, ხო გეუბნებით, ან თუ მოგეწონათ ზოგადად ჩვენი ნასაუბრალი, ასე ვთქვათ, დღეს გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ, იაქტიურეთ კომენტარებში და მსგავსი თემატიკა თუ გაინტერესებთ, რომ უფრო სიღრმისეულად მოგიყვეთ სხვადასხვა ბრენდებზე თუ დიზაინერებზე, რა ვიცი, გითხარით და შევემზადებით და უფრო მეც ვისაუბრებთ, იმიტომ რომ დღევანდელი ინფორმაცია მართლა ზღვაში წვეთია, რაც თუნდაც მაიკროტეკზე შეიძლება რომ ადამიანმა მოყვეს. ეთილი. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა მიხეილ შენ დიდი ამ საინტერესო ამბებისთვის. აბა მომავალ ვიდეოებამდე ხალხო. კარგად იყავით.